ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობა და ქართული პროდუქციის დახსნა განთავსებასთან დაკავშირებული გამოწვევები. ეს ის საკითხებია, რომელზეც გასული კვირის ბოლოს ფასს წარმოქმნის საპარლამენტო კომისიის ხდომაზე ადგილობრივ მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. რა პრობლემებს აწყდებიან ადგილობრივი მწარმოებლები ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობაში, რაში ხედავენ გამოსავალს და არსებობს თუ არა ფასების შემცირების რეალური შესაძლებლობა. სტუმართან ქართული აგროპროდუქტის მმართველ პარტნიორთა სოსო მანჯავიძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემას სტუმრობისთვის. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, რომ ყველა მწარმოებელთან შეხვედრა ამ ეთერში ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ქმნით იმ პროდუქციას, რომელიც ქართული პროდუქციის სახელით გადის მერე უკვე ექსპორტზე და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თქვენგანმა იმუშაოთ მაქსიმალურად გამართულ რეჟიმში. ეხლა რაც შეეხება ფასს წარმოქმნის საკითხს. თქვენ გქონდათ საშუალება ამ კომისიაზე თქვენი პოზიცია გამოგეთქვათ და მთლიანობაში მწარმოებლების მოსაზრება არის ცალსახა, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორია ამ მიმართულებით, რომელიც გარკვეულწილად ამ პროცესებს აფერხებს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ეს არის ქსელურ მარკეტებთან, იგივე რიტეილ სექტორთან ურთიერთობა. ამიტომ თავდაპირველად დავიწყოთ, რა რეალურ პრობლემებს აწყდებით ამ მიმართულებით და მე ვისაუბროთ იმაზე, რამდენად რეალურად გესახებათ ამ ფასების შემცირება იმ შემთხვევაში, თუ დაუშვათ ის ბარიერები მოიხსნება, რომელიც ამჟამად არის შექმნილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისათვის. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო საპარლამენტო კომისიასთან. საკმაოდ ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ეს ეხება როგორც ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობას და იმ გადასახადებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ყოველ ეტაპზე გვხდება წინ, ასევე სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთობა. ზოგადად მე აღარ ჩამოყვები დეტალებში თუ რა გადასახადებზე საუბარია, ბევრჯერ გაჟღერდა ეთერით და ასევე ყველა მწარმოებელს სხვადასხვა ტარიფი აქვს. შესაბამისად ეს იქნება კეშბექის ნაწილი, ეს იქნება იგივე თაროზე განთავსების და ასე შემდეგ. უბრალოდ ერთი საკითხი არის ძალიან საინტერესო, ბუნებრივად და ჩვენ გვესმის, რომ ყველა ბიზნესი და მithomაც ქსელურ მარკეტები ორიენტირებულია რა თქმა უნდა მაქსიმალურ მოგებაზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ქსელური მარკეტები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ორგანიზმია და შესაბამისად მათი ესე ვთქვათ აი ამ დათმობებზე წამოსვლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ისევე როგორც წარმოებლებისთვის, ასევე მომხმარებლებისათვის. ტარიფებთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ, ხა ჩვენი პარტნიორები საუბრობდნენ, კოლეგები და საკმაოდ მაღალია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არსებობს იმის რესურსი, როგორც სადისტრიბუციო ნაწილში, ასევე ქსელურ მარკეტებთან, ამ გადასახადებთან კუთხით, რომ მოხდეს მნიშვნელოვანი შემცირება ფასებში. მნიშვნელოვანი შემცირება რა არის? ეს ერთი და თქვენ მარტო არ იყავით ბუნებრივია ამ შეხვედრაზე, თქვენი კოლეგები იყვნენ, სხვადასხვა კომპანიები. პრაქტიკულად ერთი და იგივე შეხედულება გაქვთ ყველას ამ მიმართულებით იმის მიუხედავად, რომ ერთ კომპანიას შესაძლოა სხვა მონაცემულობა ჰქონდეს ამა თუ იმ ქსელურ მარკეტთან ურთიერთობაში და მეორე სხვა, მაგრამ საერთო პრობლემა არის სახეზე. როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება? მოდით პირველ რიგში ყველაზე მთავარი ეს არის თვითონ ადგილობრივი წარმოების ხარდაჭერა. ანუ პირველი პრობლემა რაც არის და ჩვენს პირადად ვაწყდებით ამ პრობლემებს, ეს არის თვითონ ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის განთავსება პირველ რიგში ქსელურ მარკეტებში. თქვენის ნებართვით რამდენიმე მაგალითს მოვიყვანო ევროპაში, როგორი რეგულაციები მიიღეს ამ ბოლო პერიოდში. მკვეთრად გაიზარდა ეგრეთ წოდებული local regional კონცეფცია, ანუ ადგილობრივი წარმოების ხარდაჭერა და იქ ესეთი მიდგომაა, რომ თვითონ ქსელური მარკეტები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ხელი შეუწყონ ადგილობრივ მწარმოებლებს და ასევე მომხმარებლებისთვისაც ეს უფრო კომფორტულია, ანუ მიკვლევადობა, ანუ ძალიან მარტივად რომ გამოსაჩენად განთავსებული ადგილობრივი პროდუქცია მომხმარებელთვის უფრო ხელმისაწვდომია. ასევე აქვე არის მომენტი, როდესაც არის მიწოდების მოკლე ჯაჭვი, რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივი წარმოებისათვის აქ დანახარჯებიც, რა თქმა უნდა, ნაკლებია, იმიტომ რომ როდესაც იმპორტზე შემოგვა სხვადასხვა პროდუქცია, ჯერ მარტო
ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირიჭდება დღეს უკვე, მით უმეტეს პანდემიის შემდგომ პერიოდში. ევროპიდან განსაკუთრებით ეს არის ვარგისიანობის ვადები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხანგრძლივობა მეტი აქვს ტრანსპორტირებას. შესაბამისად, ადგილობრივი პროდუქციას ამითი უფრო მეტი, ესე ვთქვათ, პლუსი აქვს. ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ გამოსავალი იქნება ერთი მიმართულებით, რომ იქ არსებობდეს სპეციალური თაროები, რომელიც სადღაც 10-30% ზრდის უკვე პროდუქციის მხოლოდ ქართულ პროდუქციას დაეთმობა? ქართულ პროდუქციას დაეთმობა. აი მე ჩვენს მაგალითზე გეტყვით, მაგალითად საფრანგეთში ეს იყო დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც საკმაოდ ცნობილ ქსელთან გაფორმებული ხელშეკრულებით პირველი მიწოდება განვახორციელდა და როგორც კი დაიწყო ფერმერების გამოსვლები ევროპაში და საფრანგეთში ძალიან აქტიურად იყო, უბრალოდ დავემშვიდობეთ უბრალოდ ამ ქსელს დიდი ბოდიშებით გამოგვისტუმრეს და გვითხრეს, რომ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვს. ანუ და უპირატესობა მიენჭეს ადგილობრივ, ანუ საკუთარი ფერმერის წარმოქმნას. რა თქმა უნდა, იცით რა არის? ეხლა ბევრი მომისმენი ესეთი საუბრები და თქოს ეს ბიზნესში ჩარევის ფორმა ხომ არ იქნება, ვერმა დამისვეს კითხვა. არამც და არამც. იმიტომ რომ ეს არის რეგულაცია, რომელიც აუცილებელია. იგივე საბანკო სისტემა განიცდის ხო რეგულაციებში. ჩვენც რეგულაციებში ვართ წარმოებლები, ხო? გვაქვს გარკვეული ვალდებულებები. ეს არის ხარისხთან მიმართებაში, სერტიფიცირების, ეტიკეტირების. ეს რეგულაციები არის აუცილებელი იმისათვის, რომ ადგილობრივ წარმოებას უფრო მეტი ხელშეწყობა გქონდეს. ასევე ტარიფების გადახედვაზე ვისაუბრეთ და აქ რესურსი არსებობს. ეს არის კეშბექის ნაწილი, პროცენტები, აი ჩვენმა კოლეგამ დაასახელა დაახლოებით 185%-ს კი გავდივართ ზოგ შემთხვევაში. ეს ნამდვილი ციფრებია, ეს არაფერი არ არის. აქვე აუცილებელია სადისტრიბუციო კომპანიების ხარდაჭერა. ნამდვილად და მათთან მე მგონი გეგმება შეხვედრა ეხა კომისიასთან და ალბათ დაველოდოთ შედეგებს. ასევე ძალიან საინტერესოა და მე ვფიქრობ ჩართულობა აუცილებელია მარკეტინგული კომპანიებისაც, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია დღეს საქართველოში. თუ მათი რაღაცა ჩართულობა იქნება ყველა იმ კომპლექსურად თუ განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ესეც უკვე ძალიან დაგვეხმარება. ბატონო სოსო, ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია თქვენთანაც ახსენეთ. იმპორტის შემთხვევაში ქსელური მარკეტისთვის მიწოდების ჯაჭვი არ ირღვევა, ანუ რეალურად პირობითად თუ ესა თუ ის პროდუქცია მას უღირს და ეყიდება, შესაძლებელი იქნება იმპორტის შემთხვევაში ეს ჯაჭვი მთელი წლის განმავლობაში ისე აწყოს, რომ რაიმე ტიპის პრობლემა არ ქონდეს, მაგრამ რამდენად გვაქვს რეალურად იმის შესაძლებლობა გაქვთ ქართულ მწარმოებლებს, რომ თქვენს მიერ მიწოდებული პროდუქციის უწყვეტობა უზრუნველყოთ ერთი და რაოდენობრივად მეტის მიწოდება უზრუნველყოთ, იმიტომ რომ ამას იმ კონკრეტული ქსელური მარკეტებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთია შეტანა, შესვლა, რომელიც მართლა რეალურად შესაძლოა პრობლემა იყოს ქართველი მწარმოებლისთვის, მაგრამ მე რამდენად რეალურად შეგიძლიათ, რომ მიაწოდოთ საკმარისი რაოდენობის პროდუქცია, რომ დაუშვათ ქსელურ მარკეტს ერთ დღეს არ დახსე არ გქონდეს დაუშვათ ამ პროდუქციის დეფიციტი. მოდით ესე შევხედოთ, ძირითადად აი ესეთი კომპანიები ჩვენი ხა ხილისა და ბოსტნეულის წვენების წარმოებელი კომპანია ვართ. ჩვენ თვითონ მე ვქმნით ნახევარ ფაბრიკატს ხილისა და ბოსტნეულის. დაახლოებით 24 დასახელების ხილფაფები გვაქვს ახლა დასაწყობებული, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სეზონურად მზადდება და მთელი წლის განმავლობაში უკვე ხდება მათი ასევე ადგილობრივ მწარმოებლებსაც, ესე ვთქვათ, ვაწვდით ამ პროდუქციას, ნახევარ ფაბრიკატს. შემდგომ რა თქმა უნდა იქნება ეს პროდუქცია. თუ რა თქმა უნდა ხელშეწყობა იქნება, იმიტომ რომ თითქმის არ ვიცი ალბათ 70-80% ესეთი კომპანიების არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. ეს არის შეღავათიანი აგროსესხი, ეს არის გრანტები, რომელიც ჩვენს სარგებლობთ ამ სიკეთეებით და საკმაოდ წარმატებულადაც ესევე სახელმწიფოს და აწარმოეს საქართველოს ჩართულობა არის. საქართველოს ჩართულობა არის სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ თუ რეალიზაციები გვექნება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონ უკვე განვითარდებით და მივალთ იმ ჩვენთვის პრობლემა არ არის მიწოდების თამამაში. ხო, მე ამ შემთხვევაში კონკრეტულ კომპანიაზე არ მიგულისხმობ, მთლიანობაში ზოგადად სურათებს ვწავ. ექნება და კომპანიები მოძლიერდებიან, რა თქმა უნდა, გაზრდიან თავიანთ მოცულობებს. ეს ხო ბუნებრივია. აქვე დიდი პრობლემა არის გადახდების ფორმა, ამაზეც გქონდა საუბარი, იმიტომ რომ ძალიან დაგვიანებულია და შესაბამისად კომპანიებს უწევთ უსეთ თავიანთი რესურსით, ახალი
სახსრების მოზიდვით, ისევ დაკრედიტებით და ასე შემდეგ, როგორღაც შეავსოს ეს ხრელები და ვთქვათ, ზოგ შემთხვევაში თავი გადაირჩინოს. შესაბამისად, თუ ეს ჯაჭვი და ეს მთელი კომპლექსურად განხილული იქნება და სწორად ჯაჭვი აწყობილი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან იმდენად კარგი პროდუქტი იქნება, აი, სასუსართო ძალიან ბევრი, რომელსაც ძალიან კარგი გამოხმაურებები აქვს იგივე გამოფენებზე, საექსპორტო ბაზრებზე, მე ვფიქრობ, უწყვეტობა ამდენად არის. კი ბატონო, ბატონო სოსო, მთლიანობაში თქვენთან შეეხეთ ახლა არის თუ არა ეს ბიზნესში ჩარევა, ზოგადად ბიზნესის გადმოსახედიდან ეს პროცესები როგორ აღიქმება მთლიანობაში წარმოებლების და ზოგადად ყველას მხრიდან რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო სახელმწიფოს მხრიდან ამ თემებზე ასე საჯაროდ დაუშვათ ამ საკითხების ასე საჯაროდ წინ წამოწევა და მით უმეტეს საპარლამენტო კომისიის შექმნა ამ ნაწილში მე ვფიქრობ რომ ეს დროული ჩარევა იყო თუ არა დაგვიანებულიც კი, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობდით, ბევრს ეთერებში, სხვადასხვა ტელევიზიების, ასევე სოციალურ ქსელებშიც და თითქმის ყველა მწარმოებელი დამეთანხმება, რომ ეს იყო აბსოლუტურად დროული და მადლობა ამისათვის, რა თქმა უნდა. არ არის ეს ბიზნესში ჩარევა, მე თამამად შემიძლია ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეგულაცია. ეს არის სხვადასხვა სუბიექტებს შორის ურთიერთობა, სადაც მას სჭირდება დარეგულირება. აი იმ ურთიერთობის დარეგულირება სჭირდება და რა თქმა უნდა სახელმწიფოს როლი უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფო მაქსიმალურად დღეს სხვადასხვა არხებით და სხვადასხვა პროგრამებით აფინანსებს იგივე მწარმოებლებს, ასევე სხვადასხვა კომპანიებს, სხვადასხვა მიმართულების იგივე მომსახურების სფეროს რომ ამბობთ. შესაბამისად მე არ ვთვლი რომ ეს არის ბიზნესში ჩარევა. და ჩვენი საუბრის ბოლოს იმისგან თქვენთანაც ახსენეთ ხა ექსპორტის ნაწილი დღეს თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი რა არის ადგილობრივ ბაზარ ანუ გაყიდვის თვალსაჩინით ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის მიწოდება თუ დაუშვათ ექსპორტზე გატანა სად უფრო გეყიდებათ რეალურად და რამდენად მაყურებლისთვის უფრო ცხადი რომ იყოს რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას ვაწყდებით როდესაც დაუშვათ რიტეილ სექტორთან გვაქვს ახლა აქ ერთი ესეთი საინტერესო ნიუანსია ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ გამოფენებზე ვიმყოფებით, საზოგადოებრივ პირველი კითხვა, რაც იბადება და ჩვენს მიმართ ისმის, ეს არის როგორი ფორმით ხართ წარმოდგენილები თქვენს ქვეყანაში. ამიტომ აინტერესებთ, რომ რამდენად პოპულარულია ბრენდი, რამდენად განთავსებულია სხვადასხვა ქსელებში, პირველი კითხვა მოდის ყოველთვის ეს. დღესდღეობით ჩვენი წარმოების დაახლოებით 70% არის ექსპორტზე. დამოკიდებული და ისე ფართოდ კი ცნობადია ჩვენი სასმელები ეს როგორც კეთილდა პატიოსანის კუთხით ვამბობ ბრენდი ეს არის ხილფაფების მიქსი ასევე соуსების კუთხითაც ოპორელის ბრენდის ქვეშ შესაბამისად მე ვფიქრობ რომ აქ გვჭირდება პირველ რიგში ჩვენთან ადგილობრივ ბაზარზე უფრო მეტად გაძლიერება და ეს უკვე ხელს შეუწყობს იმისათვის რომ ჩვენ ექსპორტო ბაზრებზე უფრო კარგად წარმოაჩინოთ ჩვენი პროდუქცია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და წარმატებებს გისურვებ და ვნახოთ როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით. სოსო მანჯავიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.